2025 გლობალურ მასშტაბზე არის 9 წლიანი ციკლის დასასრული. გითხარი ამ 2025-ში რა უნდა ჩავხუროთ? ციფრების ფსიქოლოგია. შორს ვიყავი მსგავსი თემებისგან და მეგონა რომ ეს არის რაღაცა ეზოთერიკული სწავლება. რა? გავლენა აქვს ჩვენი დაბადების თარიღს ჩვენს ცხოვრებაზე. ყველა მისიაში, რაც არის სრული დაბადების თარიღის ჯამი, ჩადებულია ჩვენი დანიშნულება, რისთვის დავიბადეთ და რა უნდა ვაკეთოთ. ყველაზე ძალიან იტანჯებიან ერთიანები. დიდ სიამოვნებას 4-იანი იღებს მაშინ, როდესაც მიზანს აღწევს. 5-იანები არიან დაბადებული ლოგიკაში. სულ არის 9 პიროვნების ტიპი. რა გვინდა? არის ჩვენი დაბადების დღის ჯამი. თარიღში ჩადებული ციფრები არის ჩვენი კომპეტენციები. პიროვნებაში შეიცვალა რამე თუ პიროვნება იგივე დარჩი და ცხოვრება შეგეცვალა. რატომ მომეწონა ხა ეს ჯუცაი? რა ჩინური სიტყვა და ნიშნავს მუდმივ მოსწავლეს. ჩემი სწორი რეალიზაცია არის ცოდნის გადაცემა, როგორც მისია 4. წარმატების ფორმულარი ნაბიჯი უკან. წარმატებული ადამიანი არ ნიშნავს ბედნიერ ადამიანს, მაგრამ წარუმატებელი ადამიანი ვერასდროს ვერ იქნება ბედნიერი. თუ შენ გინდა კომფორტი და სტაბილურობა, იცოდე რომ მან ზრდა არ არის. რა რეკომენდაციას მისცემ მაყურებელს რითი დაიწყონ? ფასეულობა არის ჩვენი სიცოცხლე. თუ არ ვიქნებით ჩვენ, არაფერს არ აქვს აზრი. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. ჩვენი წარმდგენია თბილისის აკრები. ახალი თვითმყოფადი უბანი თბილისში, რომელიც მდებარეობს ვაკე საბურთალოს შორის ნაფეტროების გზაზე. თბილისის აკრებს მომხმარებლისთვის წინა საახალწლო შეთავაზება აქვს. ყველამ ვიცით, რომ დეკემბერი არის ხარჯიანი თვე, ამიტომ ეს გაითვალისწინა თბილისის აკრებმა და გთავაზობთ ბინის შეძენას წინასწარი შენატანის გარეშე. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ახალი ბინის მფლობელი სრულად ახალ უბანში, სადაც მწვანე საფარს უკავია 85% და მშენებლობებს 15. აქ არის დაბალი განაშენიანება და ყველა სოციალური სივრცე ფეხით სავალ მანძილზე. უფრო მეც გაიგებთ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში, სადაც დაგხვდებათ თბილისის აკრების ვებგვერდი. ახლა რაც შეეხება ჩემს დღევანდელ სტუმარს. დღეს სტუმრად ყავს ნინო ასათიანი, რომელიც გახლავთ ტრანსფორმაციული კოუჩი, რომლის მიმართულებაც არის ციფრების ფსიქოლოგია. ეს თემა ჩემთვისაც სიახლეა, მე ნინოსთან მქონდა საუბარი ეპიზოდის ჩაწერამდე და იმდენი ინფორმაცია მომცა, რომ უკვე თავში ჯერ ყველაფერი ვერ დავალაგე და ამიტომ მინდა რომ ამ პოდკასტში ჩემთვისაც და თქვენთვისაც უფრო მეტი რამ აღმოვაჩინოთ ციფრების ფსიქოლოგიაზე, გავიგოთ თუ რა გავლენა აქვს ჩვენი დაბადების თარიღს ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ქმედებებზე, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია იმისთვის, რომ გავხდეთ უფრო ბედნიერები. ნინო, დიდი მადლობა დღეს სტუმრობისთვის. მადლობა სალომე მოწვევისთვის, ძალიან გამეხარდა სტუმრობა შენს პოდკასტში. სანამ დავიწყებთ, ესე იგი, უფრო ჩაღრმავებას, მოდი ჯერ მინდა რომ ტრადიციულად შევეხსენო ჩემს მაყურებელს, რომ თუ მოგწონთ სალომე კასრაძის პოდკასტები, გახდით ჩვენი გამომწერი. სტატისტიკა მაჩვენებს, რომ იმ ადამიანებიდან, ვინც ხშირად ყოველ შაბათს უბრუნდება ჩემს პოდკასტებს, 60-დან 70%-მდე არ არის ჩემი გამომწერი. ამიტომ თუ თქვენთვის ასეთი საინტერესოა, რაღაც ახალს იგებთ ყოველ შაბათს, ძალიან დაეხმარებით ამ არხს, თუ გახდებით გამომწერი, მოიწონებთ ვიდეოებს, დატოვებთ კომენტარებს, ეს დაგვეხმარება ზრდაში და განვითარებაში. დღევანდელ ეპიზოდს წარმოგიდგენთ ბაბე. ეს გახლავთ ესპანური დერმატოლოგიური ბრენდი, რომელიც წინა საახალწლოდ ტრადიციულად არის 50%-იან ფასდაკლებაში ავერსის აფთიაქების ქსელში. ბაბე არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თავისმოვლის ბრენდი, რომელიც სრულ ასორტიმენტს გვთავაზობთ თმის მოვლიდან დაწყებული, ტანის მოვლით დამთავრებული, ასე რომ მე 100%-ით ვუწევ რეკომენდაციას ამ ბრენდს და რა თქმა უნდა ტრადიციულად ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში. დავიწყოთ. მოკლედ, ნინო. სანამ დავიწყებთ საერთოდ აი ამ ციფრების ფსიქოლოგიაზე საუბარს, მოდი მოგვიყევი, როგორ აღმოაჩინე ეს მიმართულება და საერთოდ როდის დაიწყო შენ ცხოვრებაში აი ეს ტრანსფორმაცია, რაშიც ახლა შენ თვითონ ეხმარები სხვა ადამიანებს? სიამოვნებით გავაზიარებ და რეალურად ამას ვაკეთებ ჩემს Instagram გვერდზე ზუსტად. სადაც მე აღმოგაჩინე და აღმოვაჩინე, რომ თურმე უამრავი ადამიანი უყურებს ნინოს. ჩემს ნაცნობებში ძალიან ბევრი იყო ისეთი, ვინც მეუბნებოდა, რომ სალომე ეს ციფრები რა დღეს ხარ დაბადებული მითხარი, დღეში 7 კილომეტრი უნდა იარო და ეს ამდენი ინფორმაცია რომ მომდიოდა, მეთქი რა ხდება, მოდი ახლა გავარკვიოთ და მოდი აბა გვითხრა. ძალიან დიდი ინფორმაცია, შენ ნახე.
ჩვენი პლაკატები, მეთოდური სახელმძღვანელო და ის, რასაც ვსაუბრობ Instagram-ზე, არის 10% იმისი ნაწილი, რაც არის უკან. და როგორც მეცნიერება ისეა შეკრული ეს სწავლება, 191 ქვეყანაში არის რეგისტრირებული და მათ შორის საქართველოში და დუბაიში არის ტრეინინგ ინსტიტუტი და ჩემ ცხოვრებაში ციფრები დაიწყო რამოდენიმე წლის წინ, როდესაც დეიდა ჩემი, რომელიც არის კურატორი საქართველოში და წარმომადგენელი ირინა კიკაჩეიშვილი, წავიდა და ისწავლა. მას მერე მესმის ციფრების თემა, თუმცა ჩემი ცნობიერება არ იყო მზად იმისთვის, რომ მე ეს ყველაფერი გამეცნობიერებინა, აღმექვა, გამომეყენებინა და რაღაც ძალიან დიდი პროტესტი მქონდა, იმიტომ რომ ჩემი მიმართულება ცხოვრებისეული იყო ISM-ი, ბიზნეს განათლება, შემდეგ გრენობლის მაგისტრატურა, აბსოლუტურად შორს ვიყავი მსგავსი თემებისგან და მეგონა რომ ეს არის რაღაცა ეზოთერიკული სწავლება და არაფრის მომცემი. თუმცა იმდენი მელაპარაკა დეიდა ჩემი და იმდენი ინფორმაცია გამიზიარა, რომ დავიწყე დაკვირვება. და ამ დაკვირვების შედეგად მივხვდი, რომ 100%-ით ადამიანი მოქმედებს თავისი ამ დაბადების თარიღში ჩადებული ქვეცნობიერის პროგრამის მიხედვით. აი, რა საკვირდებოდი და როგორ იქცეოდნენ, რა სურდათ. აი, თუნდაც როგორ საუბრობდნენ, პირველ სიტყვებს რას იყენებდნენ, აი, ყველაფერში ჩანს ადამიანის ენერგია. ციფრები რეალურად არის ამ ენერგიის აბრევიატურა. ანუ ერთიანს რო ვამბობთ, ეს არის რეალურად ამ ენერგიის აბრევიატურა და აქვს თავისი დახასიათება. ჩვენ ცნობიერებას როდის ვანვითარებთ, ხო? როცა ხდება ჩვენს ცხოვრებაში კონკრეტული კრიზისი. ან მეორე და უკეთესი ვარიანტია, რომ სწავლით და მივდივართ და ვსწავლობთ. მოხდა ჩემს ცხოვრებაში პატარა კრიზისი და დეიდა ჩემმა მითხრა, რომ ეხლა გაგვსო მე-6 წელი, ჩვენ გვაქვს 9 წლიანი ციკლი წლების და ეხლა აუცილებლად უნდა წახვიდე და ისწავლა, რომ მომდევნო წელი 7 იყოს პოზიტიური ტრანსფორმაციის და არა კრიზისის. და ნუ აი ბალის, იბიცას და ყველანაირი ტკბობის შემდეგ გადავწყვიტა, რომ წავსულიყავი და დამეწყო სწავლა. ანუ ჩემი ცხოვრება შეიცვალა, იმიტომ რომ ჩემი სწორი რეალიზაცია არის ცოდნის გადაცემა, როგორც მისია 4-ის. ეს არის ინფორმაციული მისია და ყველა მისიაში, რაც არის სრული დაბადების თარიღის ჯამი, ჩადებულია ჩვენი დანიშნულება, აი რისთვის დავიბადეთ და რა უნდა ვაკეთოთ. და თუ ამას არ ვაკეთებთ, ჩვენი ენერგიის დონე ძალიან დაბალია და ჩვენ მუდმივად ცხოვრობთ მორალში და ძირითადად ვერ ვაღწევთ ბედნიერების შეგრძნებას. აი, ჩვენი მისია როგორ გამოითვლება? ჩვენი მისია არის ჩვენი დაბადების თარიღის სრული ჯამი, ანუ სრული დაბადების თარიღის ჯამი, სადაც არის თვე, დღე და წელი. ანუ 1987 წლის 18 დეკემბერი არის ჩემი დაბადების თარიღი. ეს შენგაკ მისია 9 + 8 + 7 ესე ბოლომდე. ბოლომდე ერთეულამდე ვამრგვალეთ. ერთეულამდე უნდა დავიყვანოთ და ის არის ჩვენი მისია. ის არის ჩვენი მისია. როდესაც ვართ ზუსტად იქ, სადაც უნდა ვიყოთ, თავისით მოდის შესაძლებლობებიც, ადამიანებიც, ენერგიის დონე იწევა და აი უცებ numbers გახდა ძალიან მოთხოვნადი და ისეთი გვერდი. მე დავურთავ რა თქმა უნდა შენს Instagram-ს, ანუ შენ ხარ მხოლოდ Instagram-ზე აქტიური, ხო? მხოლოდ Instagram-ზე და TikTok-ზეც ვაზიარებ ხოლმე. უბრალოდ ფიზიკურად მეტი დრო არ მრჩება, იმიტომ რომ მე მაქვს ანუ ისეთი სრულ განაკვეთიანი სამსახური ერთ-ერთ დიდ კომპანიაში, ასევე მაქვს ცალკე ბიზნესი, 2 შვილი და numbers არის ჩემი რეალიზაცია. აი მართლა იქ სადაც მე მინდა რომ ადამიანებს სარგებელი მიუცა და ჩემი გამოცდილება გაუზიარო, იმიტომ რომ 39 წლამდე ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე და აი მე ხა გადავახტი რომ აბა მგვიხარია, მაგრამ მოდი მაინც აი შენი ისტორია ბოლომდე რომ მივიყვანოთ. აი გითხარი მოკლედ რა შეიცვალა შენ ცხოვრებაში? აი შენს პიროვნებაში შეიცვალა რამე თუ პიროვნება იგივე დარჩი და ცხოვრება შეგეცვალა თუ პიროვნება სხვანაირი ხდები, აი რადიკალურად სხვანაირი თუ ნელ-ნელა ეტაპობრივად ვითარდები, იცვლები, იზრდები? ჩვენ ვიცვლებით ყოველ წელს, იმიტომ რომ გვაქვს 9 წლიანი ციკლი და ყოველი წელი არის კონკრეტული სტრატეგიის მატარებელი. თუ იცვლება ჩვენი ცნობიერება, იცვლება ჩვენი დამოკიდებულება სიტუაციების მიმართ. ანუ შეიცვალა ჩემი ცნობიერება, განვითარდა
და შეიცვალა დამოკიდებულება ჩემი კონკრეტული მოვლენების მიმართ. ადამიანები მე გავხდი ბევრად უფრო თვითკმარი, ანუ მიზანი, მოკლედ ამ ცნობიერების განვითარების არის, რომ გავხდეთ თვითკმარები და ის უნიკალური პოტენციალი, რაც ყველა ადამიანში არის ჩადებული, არ მოგვეცვა მარტო ჩვენთვის, მოგვეცა იმისთვის, რომ სხვა ადამიანების წარმატების მიზეზი გავხდეთ და გადავიტანოთ სხვებზე და ამის გაკეთება დავიწყეთ თუ არა, ენერგიის დონე აიწია და ჩემი ბედნიერების ინდექსი არის, გაასმაგებული, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შენ იყენებ ამ შენ პოტენციალს სხვა ადამიანების დასახმარებლად, ხელშესაწყობად, იმისთვის, რომ სასარგებლო იყო. და თან ცხრიანებს, ანუ შენ ცნობიერი ციფრი 9 ხარ და ვიტყვი მე აღწერას, ჩადებულია ჩვენში სურვილი დავეხმაროთ სხვა ადამიანებს და ვემსახუროთ სხვა ადამიანებს. ეს არის ჩვენი პიროვნული რეალიზაცია. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ჩემი მართლა ბედნიერების შეგრძნება, იმიტომ რომ მე აღარ მჭირდება დამატებით რაღაც გარედან ბალი და იბიცა აღარ მჭირდება. ბალი და იბიცას გარეშე შემიძლია ვიყო ბედნიერი. რა თქმა უნდა, ის ყველაფერი ძალიან მაბედნიერებს, თუმცა სახში შემიძლია მარტო ვიყო ბედნიერი და ის შინაგანი ბედნიერება ამ რეალიზაციით რაც მოდის მქონდეს. და ყველას მინდა გავუზიარო, რომ იცოდნენ რა არის მათი პოტენციალი და გავხსნათ მათი ტალანტები და უნიკალური უნარები, რაც ყველა ადამიანს აქვს დაბადებიდან და დაიწყოს ადამიანმა ეს პოტენციალის რეალიზაცია გააკეთოს და სხვა ადამიანების წარმატების მიზეზი გახდეს. ეს არის ჩემი მისია. ესე იგი, თუ სწორად გავიგე, ნებისმიერი ადამიანის მისია ამ 9-დან, ყველა, ანუ 9-ვე, უნდა იყოს მოწოდებული და მიმართული სხვა ადამიანისთვის რაღაცა კარგის კეთებისკენ. ის პოტენციალი, რაც გვაქვს და მისია არის ჩვენი დანიშნულება, რა უნდა ვაკეთოთ, მოგვეცა იმისთვის, რომ გავხდეთ სხვა ადამიანების წარმატების მიზეზი. მხოლოდ ეგ არის რეალური ბედნიერება. დანარჩენი ყველაფერი არის ჩვენს ქვეცნობიერის პროგრამაში ერთ-ერთი ასპექტი ეგო და ეგო მუდმივად ეძებს სიამოვნებას და იმ სიამოვნებას ღებულობს თუ არა, იმას აღიქვავს ბედნიერება და რეალურად ეგ არის ილუზია. კონცეფცია თვითონ ციფრების ფსიქოლოგიის არის ის, რომ ჩვენ გავაფართოვოთ ჩვენი ცნობიერება დავიმუშაოთ ის კომპეტენციები, რაც გვაკლია, იმიტომ რომ დაბადების თარიღში ჩადებული ციფრები არის ჩვენი კომპეტენციები. და 9-ვე ციფრი არავის არ აქვს დაბადების თარიღში. რაღაც კომპეტენციები ყოველს დასამუშავებელი გვაქვს. წავიდეთ რეალიზაციაში და შემდეგ უკვე გადავიტანოთ ეს ჩვენი პოტენციალი და გავხდეთ სხვა ადამიანების წარმატების მიზეზი. კონცეფცია ეს არის და თემა რა, რომ ვმართოთ ჩვენი ფიქრები და ემოციები. იმიტომ რომ ყველა ეს ტანჯვა ადამიანს რაც აქვს მოდის ჩვენი ფიქრებიდან, რომელიც არის ჩვენს თავში, ასე ვთქვათ, გონებაში და ემოციები, რომელიც არის ჩვენს სულში. თუ ჩვენ ვმართავთ ამ ფიქრებს და ემოციებს, ამ შემთხვევაში რეალობაში გამოსვლა უფრო მარტივია. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ სუბიექტივში ვცხოვრობთ და ილუზიებში და ძალიან დიდი სხვაობა ამ ორ შორის და ციფრების ფსიქოლოგია გვასწავლის როგორ გამოვიდეთ რეალობაში და ბევრად უფრო პრაგმატულები უნდა გავხდეთ და არ ვიმოქმედოთ მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით. მოდი ახლა ვთქვათ ზოგადად რამდენი რამე მოქმედებს ჩვენს ამ სუბიექტურ რეალობაზე, ჩვენს პიროვნებაზე, ხო? ანუ ბევრი კომპონენტია. და ეს ქმნის დაჯერებათა სისტემას. როგორ უნდა იყოს, საიდან მოდის, ხო? ერთი არის თანდაყოლილი დაჯერებები, რაც არის ცნობიერის ციფრი, მისია, მატრიცა, სფერო, სახელის ენერგია, პირადი წელი, ეს ყველაფერი ჩადებულია ჩვენს დაბადების თარიღში. და მეორე არის უკვე შეძენილი დაჯერებები, რაც მოდის სოციუმიდან. ეს არის ოჯახი, სკოლა, მეგობრები და ზუსტად ეს განასხვავებს მაგალითად სალომეს, რომელიც დაიბადა თბილისში კონკრეტულ ოჯახში, თუმცა მისი ცნობიერის ციფრი 9 არის და მისია 1. სალომესგან, რომელიც თქვა ნიუ-იორკში დაიბადა და იგივე ციფრები აქვს, ხო? ანუ ეს შეძენილი დაჯერებები იქნება სხვადასხვა, თუმცა რა უნდა შენს ეგოს და როგორია შენი მოქმედება, იქნება მსგავსი. ესე იგი, ცნობიერი ციფრი არის ჩვენი ეგო და ეს არის, წარმოიდგინე, რა გვინდა. არის ჩვენი დაბადების დღის ჯამი. თუ დაიბადეთ მაგალითად 1-ში, 10-ში, 19-ში ან 28 რიცხვში, ცნობიერის ციფრი არის 1.
ცნობიერი ციფრი ძალიან დიდ გავლენას ახდენს და 33 წლამდე ვართ ცნობიერი ციფრის გავლენის ქვეშ. 100%-ით გვაქვს ენერგია, გვინდა ვმოქმედებთ, გვინდა არ ვმოქმედებთ, აი ამ ენერგიიდან გამომდინარე. შემდეგ უკვე 33 წლის ასაკში გვერდება მისია და მისია არის სრული დაბადების თარიღის ჯამი და კარგავთ ჩვენი ენერგიის 70%-ს და იცვლება ჩვენი მოქმედება, ფიქრები, ქცევა და ეს ყველაფერი მოდის უკვე მისიიდან. ანუ ცნობიერი ციფრი ამბობს მე მინდა რომ იყოს თქვა ესე, მაგრამ მისია ამბობს იქნება ისე როგორც მე ვიტყვი. გინდა არ გინდა, შენი მოქმედებ, შენი მისია ერთით და იმაში ჩადებული სტრატეგიით. სხვა მოქმედება სალომემ არ იცის, სანამ ცნობიერებას არ გააფართოებს, ამას არ ისწავლის და არ შეცვლის ამ თავის მოქმედებას, იმიტომ რომ მარტო მისიით, როდესაც მოქმედებთ, იქაც განსხვავებული შეიძლება იყოს პლუსში ან მინუსში. პლუსში მისია ერთი ეს არის სტრატეგია, ლიდერი და აი სხვა ადამიანები რომ მიიღავს წარმატებამ და მინუსში ეს არის დესპოტიზმი, აგრესია და როდესაც ავტოკრატიით ცდილობს ადამიანი ძალაუფლებით რომ მიაღწიოს რაღაც კონკრეტულ მიზანს. ან 33 წლამდე ეს შეიძლება განვითარდეს? 33 წლის ასაკში გერთვება მისია ადამიანს. ანუ მისია არ აქვს მნიშვნელობა პლუსში თუ მინუსში. ეს მისია შეიძლება ჩაგერთოს პირიქით, ანუ დესტრუქციული რო იყო და ხო, ეხლა მან მივდივართ იქამდე, რომ თუ ცნობიერის ციფრი 9 ამბობს, რომ ჩემს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას ავლენს ვინმე, ანუ მიდის მინუსში, მისიაც მოქმედებს მინუსში. ესე იგი ცნობიერებას ერთგვარად მიყავს ცნობიერი ციფრი, ანუ ჩვენი ეგო, რა გვინდა, ხო? 9-იანს რეალიზაცია პიროვნული აქვს იდეით და საზოგადოებისთვის დახმარებით. და ჩადებული კონკრეტული პროგრამა ამ 9-იანში. თუ 9-იანი ჩათulis, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ და ეს უსამართლობა მხოლოდ მისი სუბიექტური აღქმა, მისი მისიაც იმოქმედებს უკვე მინუს ენერგიით და ჩაგერთვება ეს ავტოკრატია, ხო? ესე იგი თუ ცნობიერება არ არის გაფართოებული, მაშინ მარტო პროგრამით მოქმედებთ. და ეს რეალურად არის მიზერი ჩვენი შედეგების, რაც ჩვენ პოტენციალს შეუძლია, ანუ რატო არის დედამიწაზე 80% ადამიანების არიან ემოციებზე ცხოვრობენ, არ მინდა რაღაც ისე გამომივიდეს, მაგრამ არ არიან წარმატებულები. ვერ იყენებენ ამ თავის უნიკალურ პოტენციალს და მუდმივად არიან მორალში. ცხოვრობენ მინდა, ხო, აი მინდა, არ მინდა, მსიამოვნებს, არ მსიამოვნებს რეჟიმში და თავის ყველაზე ძვირფას, რაც გააჩნიათ, ენერგიას ხარჯავენ სხვა ადამიანების განსჯაზე და განხილვაზე. იმიტომ რომ ვერ აგენერირებენ ენერგიას რეალიზაციიდან. და მიზანი ცნობიერების გაფართოების ის არის, რომ დაინახო რა არის შენი ეს უნიკალური პოტენციალი და სტრატეგიით იცხოვრო. იმისთვის კი არის ცხოვრო ვიღაცამ გაღიაროს ან რაღაც დაამტკიცო, ან ვიღაც არა, იცოდე რა არის ეს შენი პოტენციალი და გამოიყენო და შენი სტრატეგიით იმოქმედო და ამ შემთხვევაში ვახცევთ უკვე იმ ბედნიერების შეგრძნებას. და თუ ეს არ ხდება, იმ 80%-ში ვეწერებით, ფაქტობრივად სხვისი ცხოვრებით ვცხოვრო. კი, სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ და ენერგია არ გვაქვს. ენერგია არ გვაქვს, ხო? იდეაც, ანუ ძალიან ცოტას მოსდის 5%-ი 80-დან და ენერგია არ ყოფნის, რომ განახორციელოს. მუდმივად ცხოვრობს მორალში ეს 80. პარეტოს პრინციპია ეს და პარეტოს პრინციპით მოკლედ ესე იყოფა 80-20-ზე. 20% წარმატებულია დედამიწის მოსახლეობის, მაგრამ იქაც დაყოფებია. 13% არის ის ადამიანები, ვინც წარმატებულები არიან, ანალიზს იყენებენ, ობიექტურ რეალობაში ცხოვრობენ და ხვდებიან როგორ მიაღწიან წარმატებას, მაგრამ მათ აღიარება მაინც ჭირდებათ. და ამიტომ ძალიან მარტივად შეიძლება გადავარდნენ უკან 80%-ში. და ის დანარჩენი 7? მე ახლა დანარჩენი 7 არის კიდე დაყოფა 2%, 2% და 3%. აი 3% დედამიწის მოსახლეობის არის ბედნიერი. მხოლოდ 3%. ის 2 და 2 არის გაცნობიერებული ბრძენი ადამიანები, რომლებიც არ საჭიროებენ აღიარებას და მუდმივად ხდებიან სხვა ადამიანების წარმატების მიზეზი, თუმცა მანდ არის ძალიან დიდი საშიშროება, იმიტომ რომ იმ 4-დან სანამ 3-ში გადახვალოს, ჩემი მასწავლებელი ამბობს, რომ გზაში კვდებიან ეს ადამიანები და რატო? ყველაზე დიდი გამოცდა 2 გვეძლება 80-დან 20-ში, როდესაც გადავდივართ და იმ 4-დან 3-ში. იმ 4-დან 3-ში გადასასვლელად ადამიანი იბრძვის მატერიალური სამყაროს, ანუ თანაბარი გადანაწილებისთვის, სამართლიანი გადანაწილებისთვის და აი ალბათ ისეთი ადამიანები, ვინც
საკუთარ თავს წირავენ კონკრეტულ იდეას და ანუ თავისი სიცოცხლე და იმის ფასეულობა არ აქვთ პირველ ადგილას არის ზუსტად იმ 4%-ში, იმიტომ რომ ეს სწავლება გვეუბნება რომ ფასეულობა არის ჩვენი სიცოცხლე. თუ არ ვიქნებით ჩვენ არაფერს არ აქვს აზრი. და ქვეცნობიერის პროგრამაში ჩვენთვის ეგო უფრო წინ არის ვიდრე მიზანი. უკვე ობიექტურელობაში თუ გამოვდივართ და ანალიზით მოქმედებთ, იქ მიზანი უფრო წინ არის ხოლმე ვიდრე ჩვენი ეგო და იქ არის ძალიან საშიში მომენტი, როდესაც ადამიანები ეწირებიან აი რაღაც კონკრეტულ იდეას და მიზანშეწონილობას არ უყურებენ და აი გონებაში და უკვე ზეობიექტურელობაში არის მიზანშეწონილობა. და ანუ თუ შენ მოქმედებ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ შენ ქვეცნობიერის პროგრამიდან მომენტში მაინც გამოდიხარ და თავ ანალიზს. მოკლედ ძალიან კომპლექსურია და ძალიან ღრმა ეს და ძალიან მძიმე ცოდნა არ არის მარტივი ამ ყველაფრის გაგება და ეხლა მახსენდებოდა ეს ზნეობრივი კოლბერგის თეორია ცნობილი ფსიქოლოგიაშიც უბრალოდ იმის თქმა რომ აი ეს სწავლებები, რასაც შენ საუბრობ, მე მგონია რომ ხო უამრავი სწავლება არსებობს, რაღაც სხვადასხვა მეთოდი. მე მგონია რომ მაინც აი ამ ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიური რაღაც საფუძვლიდან მოდის, ვითარდება და უბრალოდ ყველას აქვს თავისი ინსტრუმენტი შემუშავებული. არაფერი ახალი არ არის. არაფერი ახალი არ არის, იმიტომ რომ რასაც შენ ამბობ, აი ეს არის რომ ზნეობრივი განვითარების უმაღლესი მწვერვალი არის ეგ, რომ ჩემი პირადი სამართალი, ჩემი პირადი ზნეობა და სიცოცხლე რო არის ყველაზე დიდი ღირებულება. რომ აი ამიტომ ეს სიცოცხლეა, იმდენად ძვირფასია და მნიშვნელოვანია, რომ ის არ უნდა შეეწიროს არც ქვეყანას, არც საზღვრების დაცვას, ანუ ადამიანის სიცოცხლე არის მთავარი. და არანაირი ომები და სისხლი და სიკვდილი ვერ გაამართლებს ამას. ხო და ეხლა რასაც საუბრობდი, ეს მახსენდებოდა, რომ ადამიანები ყველა თავის რაღაც ინსტრუმენტს ეძებს, რომ აი ეს უფრო მომწონს, ეს უფრო კომფორტულია, ეს მეხმაურება და ასე შემდეგ. მაგრამ საფუძველი არის ის, რომ ყველანი გავთავისუფლდეთ და აი ვიყოთ ბედნიერები და მივაღწიოთ რაღაცა აი განვითარების რაღაც მივიდეთ, შეიძლება ვერ მივაღწიოთ, მაგრამ მივუახლოვდეთ მაინც რამე. და აი მე რატომ მომეწონა ხა ეს სიუცაი? რა ჩინური სიტყვა და ნიშნავს მუდმივ მოსწავლეს, რაღაცნაირი თავიდან ძალიან მეხამუშებოდა ყურში. სიუცაი. სიუცაი. ისედაც ნუმეროლოგია ხო ძველი ჩინური სიბრძნე და ეს რაღაც სწავლებები და იქიდან მოდის ხო ეს ყველაფერი. კი და ვინც შექმნა ეს სწავლება არის ყაზახი ეს ადამიანი და ჩინეთში იყო წასული წლები და აგროვებდა ამ ცოდნას და შეკრული აქვს ძალიან კარგად ეს ყველაფერი და დავინახე კონკრეტული პასუხები, აი რა მომეწონა, ხო? კონკრეტული პასუხები დავინახე, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა იმისთვის, რომ მივიდეს აი ამ ბედნიერებამდე. ხო და მოდი გითხარი, ახლა მისია პირადი როგორ ქვია, ცნობიერების ციფრით დავიწყოთ. ხო, იცით, ცნობიერების ციფრი არის რეალურად პირველი, რაც უნდა გაიგოს ადამიანმა, ეს არის პიროვნების ტიპი. ხო, სულ არის 9 პიროვნების ტიპი. და მაგალითად აი პირველში 10-ში, 19-ში და 28 რიცხვში ვინც დაიბადა, ეს ადამიანები არიან ცნობიერის ციფრი 1. ამ ენერგიას ქვია სტრატეგი. და ეს ადამიანები თუ მართვაში და მენეჯმენტში არიან და ეს არის მათი პიროვნული რეალიზაცია, ერთიანები ახდენენ ენერგიის აწევას და სტრატეგიულ აზროვნებას ავლენენ. ანუ ამ ადამიანების პოტენციალი არის სტრატეგიული აზროვნება. ილონ მასკი, ბილ გეიტსი, ანუ ბევრი ისეთი ლიდერები, ვინც არიან ცნობიერის ციფრი 1, იმიტომ რომ მათში არის ჩადებული აი ზუსტად ეს სტრატეგიული აზროვნება და შეუძლიათ დაინახონ დიდი სურათი, შეკრან გუნდი, წაიყვანონ თან ადამიანები, არიან ოპტიმისტები. მუდმივად სჯერათ, რომ მომავალი ნათელია. აქვთ შინაგანი კანონი თავის თავში და თუ ვინმე მათ კანონს არ ემორჩილება, ისე ამოშლიან და შავ სიაში შეიყვანენ, საერთოდ მათთვის ანუ არსებობას კარგავს ეს ადამიანი. ანუ ერთიანს თუ ემეგობრები, უნდა გესმოდეს, რომ დაბადებულია ეგოს ასპექტში და მქვეცნობიერის პროგრამას აქვს 4 ასპექტი. ეს არის დახვეწილი ინტელექტი, ანუ ადგილი ანალიზისთვის. შემდეგ უკვე არის მეხსიერების ასპექტი, სადაც არის ჩვენი ძირითადი ემოციები და იქ აი ნეირონული შენაერთები, რაც იქმნება გამოცდილებით, არის ჩადებული ზუსტად მეხსიერების ასპექტში. შემდეგ მესამე ასპექტი არის ეგო და ბოლოს სიამოვნება, ანუ ეგოს სიამოვნება.
ერთიანი დაბადებულია ეგოში. ანუ მას არ აქვს ეგოს ვექტორი. საკუთარ თავზე და გადაწყვეტილების მიღებაზე აქვს ეგო მიმართული. ანუ მას არ აინტერესებს სხვა ადამიანის სურვილი, აზრი, ემოცია. ეს არის მისი პროგრამა. ყველაზე ძალიან იტანჯებიან ერთიანები. იმისთვის რომ გამოვიდნენ პროგრამაში, საკუთარ ეგოზე უნდა თქვან უარი და წავიდნენ ხალხის მსახურებაში და ჩემი მეგობარი ერთიანები ძალიან აპროტესტებენ ხოლმე ამ ყველაფერს, რომ ანუ აი ოჯახს ხო ვემსახურები და მაგრამ ნუ წარმატების მიზეზი ის არის რომ ჩამოვიდნენ ტახტიდან და დაიწყონ ადამიანების მსახურება. ნუ ცხრიანში გადავიდნენ. მეორე ყველაზე გულუხვები არიან, ხო, ერთიანები და მფარველობენ სხვა ადამიანებს. იმისთვის რომ მე გააკეთებინონ ის რაც თვითონ უნდათ, ანუ ეს არის პროგრამა. და ნუ აი ძალიან ისეთი გულუხვები და სტრატეგიული აზროვნების მქონე ადამიანები არიან. ორიანები, ეს არის 2-ში, 11-ში, 20-ში და 29 რიცხვში დაბადებული ადამიანები. მათი ეგოს ვექტორი მიმართულია სიტუაციების და ადამიანების გაგებისკენ. მეხსიერების ასპექტში არიან დაბადებულები და მთელ სხეულში, ანუ ის სხეულით გრძნობენ ყველაფერს. ორიანს, როდესაც ვესაუბრები, აი ყოველთვის ვიცი, რომ რასაც ვსაუბრობ, 10% ესმის ჩემი სიტყვები და დანარჩენი 90% გრძნობს. აი ძალიან ემპათიური აზროვნება აქვთ და გრძნობენ სხვა ადამიანებს. აქვთ 100%-იანი ინტუიცია და კომპანიაში ორიანი თუ არ არის, ის კომპანია წარმატებას ვერ აღწევს, იმიტომ რომ ყველაზე მაგარი დავალების შემსრულებლები არიან და ყველაზე კარგად იციან რა უნდა კლიენტს, რა უნდა პარტნიორს და ნუ ფანტასტიურად ასრულებენ დავალებას. თუმცა უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. 3 დღე ფიქრობენ ხოლმე, ნუ გარდა 11 რიცხვში დაბადებულებისა, მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ მართვა და იღებენ გადაწყვეტილებებს, თუმცა მერე აქვთ ხოლმე ეჭვები, რამდენად სწორი გადაწყან. ეჭვებია ჩადებული ბევრი, აი უჭირთ პასუხისმგებლობის აღება და ქვეცნობიერად მუდმივად ეძებენ ერთიანებს, ვისაც დაეყრდნობიან და ის ერთიანი მფარველობას გაუწევს. ორიანს და ერთად მაგარ გუნდს შექმნიან. თუმცა ერთიანისთვის წარმატება არის, რომ აიღოს საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები. მაგ შემთხვევაში ყველაზე მარტივად მდიდრდებიან ერთიანები. იმიტომ რომ აი გაგების ნაწილი უკვე გავლილი აქვთ. და ჩვენ ყველამ უნდა გავიაროთ ეს გაგების ნაწილი დანარჩენმა ციფრებმა. ეხლა სამიანებს რო გადავიდეთ. აი რომ წარმოგიდგინო, ერთი არის პრეზიდენტი, ორი არის საერთაშორისო ურთიერთობებში და დიპლომატია, ხო, აი დიპლომატები არიან ორიანები. 3 არის პრემიერ-მინისტრი. 3-ში 12-ში 3-ში 12-ში 21-ში და 30-ში დაბადებული ადამიანები. ეს არიან ანალიტიკოსები, ცოდნის გურუები და ადამიანები, რომლებიც ეყრდნობიან თეორიულ ცოდნას, აი სულ სწავლობენ, ამ ყველაფერს მე აანალიზებენ, პატარ-პატარა ნაწილებად ჩლიან, რომ დიდი სურათი დაინახონ, უჭირთ მოქმედება იმდენს აანალიზებენ, აი პროგრამა რა არის, ხო, რომ დავინახოთ სად გვიშლის ხელს ეს ჩვენი, მოკლედ, ციფრი. ანუ ძალიან უჭირთ მოქმედება, იმდენს ფიქრობენ. არიან ყველაზე მზრუნველები და ყველაზე მაგარი მეოჯახეები და ამ მზრუნვას აღიქვავენ როგორც სიყვარულს სამიანები. სამიანი დაიბადა იმისთვის, რომ იპოვოს 6-იანი და გაანადგუროს, იმიტომ რომ 3 არის სისტემა, არის ინსტრუქცია, საკუთარ თავსაც უწესებენ შეზღუდვებს. აი ყველაზე დიდი შეზღუდვების ადამიანები არიან. და მათი სფეროები არის ფინანსები, ბუღალტერია, იქ სადაც აი ამ ანალიტიკურ ცოდნას გამოიყენებენ. აქედან გამომდინარე, თუ სამიანები გვისმენენ, იცოდნენ, რომ ამდენი ანალიზი რეალურად მათთვის, ხო, ანუ მოქმედება უჭირთ და პერფექციონიზმი არის ჩადებული და პარტნიორადაც ეძებენ, აი ყველაზე წარმატებულს, ყველაზე ლამას, მაღალს ისპერთვალებას და ჯერ არ დაბადებულა, ეგეთ პარტნიორს ეძებენ და ყველა ჩემი სამიანი მეგობარი მეუბნება, რომ ხო ვიპოვე მე ეგეთ. მართლა ეგრე არის მათი პროგრამა. შემდეგი არის უკვე ენერგია 4, ეს არის 4-ში, 13-ში, 22-ში და 31 რიცხვში დაბადებული ადამიანები. ეს არიან ადამიანები, რომლებიც არიან გამორჩეული თავისი კრეატიული აზროვნებით.
და ცხოვრობენ თავის საჰაერო ხომალდებში. ანუ მათი ენერგიის 97% არის თავში და სხეულში სულ 3, აი აქამდე მოდის ენერგია, ზემოდან ქვემოთში მოედინება და ქვემოთ აღარ, ანუ სხეულს ვერ გრძნობენ. ამიტომ ძალიან უჭირთ რომ დაკმაყოფილდნენ რაღაცით და მუდმივად სახავენ ახალ მიზნებს. და რა თქმა უნდა, ხო, ამდენი მიზნის მიღწევა ძალიან რთულია და ამ კმაყოფილების შეგრძნებას რომ ვერ განიცდიან, მიისწრაფენ სხვა რაღაცით ტკბობისკენ. ანუ ხშირად ეს არის ალკოჰოლი და ასე შემდეგ. თუმცა ყველაზე დიდ სიამოვნებას 4-იანი იღებს მაშინ, როდესაც მიზანს აღწევს. ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ანალიზით მოქმედება და კონკრეტული მიზნის არჩევა, რაზეც იმუშავებენ. და აუცილებელია სხეულის დისციპლინა, რომ ჩამოიტანონ ეს ენერგია. ყველაზე ძლიერები არიან წარმოიდგინე სხეულით, იმიტომ რომ არ იღლებიან ფაქტიურად, ვერ გრძნობენ სხეულს. ანუ ხედავენ რა არის კედლის იქით 4-იანები და აქვთ ფანტასტიკური წარმოსახვის უნარი და ძალიან მაგრა ავლენენ ამ ყველაფერს მოკლედ კრეატიულ ინდუსტრიებში და იბრძვიან სისტემურობის წინააღმდეგ, აი რევოლუციონერები არიან, აი ზუსტად გამსახურდია ჩე გევარა, ანუ ვინც რევოლუციებს ახდენს ძირითადად 4-იანები, იმიტომ რომ ნებისმიერ შეზღუდვას აღიქვავს როგორც აი ჭერს თავზე და ის უნდა რომ გაანგრიოს. და 4-იანი ენერგია არის ესე ქვია ოჯახის დამანგრეველი, იმიტომ რომ იმასაც კი შეზღუდვად აღიქვავს და მე პირადად 4 რო ჩამერთო მისია 4 ძალიან მალევე ოჯახის დანგრევის ფაქტი მოკლედ ჩემ ცხოვრებაშიც მოხდა და ესე მოქმედებს. ან მე ხო ვაკვირდები როგორ მოქმედებს ეს ენერგიები და ნუ 4 მოკლედ ეგრე თუ ჯერ 4-იანს არ დაუნგრევია ქორწინება, ესე იგი მინუსში არ ყოფილა. ძალიან კრეატიული ადამიანები არიან და ყველაზე კეთილები, ანუ მათი ეგო ტკბება გაცემით. ეს რაც შეეხება 4-იანს. ეხლა 5-ზე რო გადავიდეთ, 5-ში, 14-ში და 23 რიცხვში დაბადებული ადამიანები ცნობიერის ციფრი 5. აი 5-იანები არიან დაბადებული ლოგიკაში. აქვთ ლოგიკური აზროვნება და უნდათ რომ ყველაფერი იყოს სწორად და ლოგიკურად. თავის სუბიექტური აღქმით, რა თქმა უნდა. დაბადებულები არიან ახლოს დახვეწილ ინტელექტთან და ანუ იმდენად სწორი და ლოგიკური აზროვნება აქვთ, რომ ძალიან ცივები არიან და მოქმედებენ ძალიან ხისტად, ცივად. შეუძლიათ მინუსში აი იყვნენ ტერორისტები რა, ანუ აი 4-იანის ენერგია, ბრძოლის ენერგია და მუდმივად იბრძვიან თავისუფლებისკენ, თავისუფლებისთვის. ვინ არიან ცნობილი 5-იანები? აი ტრამპი არის 5-იანი, მაგალითად ბიზნესის ხალხია, ძალიან მაგარი კომუნიკაცია აქვთ, მოსულები არიან იმისთვის, რომ მოახდინონ მასშტაბირება ყველაფრის, მაგრა ყიდიან, აი თუ გინდა რამე გაყიდო, უნდა აიყვანო 5-იანი სამსახურში, ან უკვე მისია 5-33 წლის შემდეგ თუ არის ადამიანი. აი ეს ნიშნავს, რომ შენ პროდუქტს გაყიდი. მაგრამ მინუსში ძალიან უხეშები არიან და შეუძლიათ აი მართლა ააფეთქონ რაღაცა, იმდენად ბრძოლის ენერგია მათში ჩადებული. უმართლებთ ძალიან, მაგრამ 33 წლამდე ჩადებულია ეს გამართლება და ძალიან სენსიტიურები არიან წყენების მიმართ. ანუ 5-იანი თუ ყავს მეგობარი, იცოდე რომ ძალიან მარტივად წყინთ რაღაცა. ჩემია 5-იანი კი წყინს. ყველაზე პატარა თუ ღია გულის ჩაკრავთ და ძალიან მარტივად წყინთ და ამიტომ ეს წყენები მათთვის რეკომენდაცია რომ არ ჩაიტოვენ და მაქსიმალურად გამოთქვან ეს ემოციები და იმიტომ რომ ძალიან ამძიმებს ადამიანს ეს ყველაფერი. და ფანტასტიკურები არიან აი გაყიდვებში, ბიზნესში, კომუნიკაციაში და ეს უნდა გამოიყენონ ეს თავის პოტენციალი და არიან ქამელეონები. აი ნახევარი საათი რო გაატაროს 5-იანმა ნებისმიერ ადამიანთან ოთახში, იგივენაერ მოძრაობას ხმას, აი ძალიან მარტივად შეუძლიათ აიღონ ეს სხვა ადამიანისგან და ამიტომ არტისტიზმიც ჩადებულია 5-იანში და ასევე ძალიან დიდი რეკომენდაცია 5-იანებს, რომ წერაში გადაიტანონ ეს თავისი ბრძოლის ენერგია. ძალიან მაგრა წერენ 5-იანები და ავტობიოგრაფიას წერენ ხოლმე თავის ცხოვრებაზე, ბრძოლის შესახებ ცხოვრების. ხო, ჩვენ ვეხუმრებით ხოლმე დედაჩემს, რომ იმდენი ენერგია აქვს და სულ რაღაც მეუბნებით, რომ შენ პოლიტიკაში გხედავთ და ამბობთ გაყიდვებში უნდა იყოს 5-იანი. პოლიტიკაც შეიძლება გაყიდვებს მივაწეროთ რაღაც დოზით. პირველი სიტყვა არას ამბობენ და როგორ დაუთანხმებლობას გამოხატავენ. ჩემი შვილიც 5-იანია და ზუსტად ვიცი რაც არ უნდა ვუთხრა, პირველი მეტყვის არა. თუმცა შემდეგ შეგიძლია მოელაპარაკო 5-იანს. კაი 6-იანი?
6-ში, 15-ში და 24 რიცხვში დაბადებული ადამიანები. ცნობილი ციფრი 6. ყველაზე მეტადო შემოქმედს უყარს 6-იანები, იმიტომ რომ დააჯილდოვა ორი ენერგიით. ქვემოდან ზემოთ მიედინება სექსუალური ენერგია და ზემოდან ქვემოთ სიბრძნის ენერგია. ანუ 7 მდგომარეობაში ყველაზე ბრძენი ხალხია 6-იანები. და დაბადებულები არიან იმისთვის, რომ აი იკაიფონ ცხოვრობით და მიიღონ სიამოვნება. აქვთ შემოქმედებითი აზროვნება. და თუ ავლენენ აი შემოქმედებით აზროვნებას, აღწევენ ძალიან დიდ შედეგებს სერვისის სფეროში, აი ჰორეკა ბიზნესში, სადაც იქმნება კომფორტი, იქ რაღაცა VIP უძრავ ქონებაში, იქ სადაც არის ლაქშერი, არის 6-იანი. და ყველაზე მეტს ფულზე ფიქრობენ 6-იანები და მისია 6. და ხშირად თუ ლეგალური გზით ვერ შეუვლობენ ფულს, დევიანტური საქციელით ჩადებულია და ბევრი მაფიოზები არიან, მაფიოზების ენერგიაო. ხუმრობს ჩემი მასწავლებელი ხშირად 6-იანებს. ნუ ამ დროს ძალიან ბევრი მწერალი, მომღერალი, აი შემოქმედებითობა არის მათში ჩადებული და ეს უნდა გამოავლინონ და განავითარონ 6-იანებმა. თუმცა ძალიან ნადგურდებიან ბევრი მუშაობისგან, შემდეგ ტკივად ფეხები და აი მოკლედ არ არიან დაბადებულები იმისთვის, რომ 24/7-ზე იმუშაონ. ვორკაჰოლიზმი. არა, ხო, 6-იანი დაბადებული იმისთვის, რომ მიიღოს სიამოვნება და როდესაც ხვდება 3-იანს, რომელიც უწესებს ინსტრუქციებს და ეუბნება, რომ არა, შენ არ უნდა დაწვე და უნდა იმუშაო და ასე შემდეგ, ამითი მოკლედ 6-იანი ძალიან ინგრევა და ეს ენერგიები რომ ვიცით, უკვე სხვანაირად მართავთ. აი ეგ არის ცნობიერების განვითარება. 7-იანი, ესე იგი 7-ში, 16-ში და 25 რიცხვში დაბადებული ადამიანები, ეს არის ცნობიერი ციფრი 7. აი როგორც 4 არის კოსმოსიდან, იგივენაირად 7-იანი არის out of this world, ასე ვთქვათ რა, ანუ აი მოსულია სხვა განზომილებიდან. მთელი ენერგია აქვთ პირველ ჩაკრაში, ანუ ეს 4-ვე ასპექტი ქვეცნობიერის პროგრამის აქვთ პირველ ჩაკრაში და მუდმივად საჭიროებს აწევას თავამდე ენერგიის. აქვთ ინტუიციური აზროვნება. და არ აქვთ ოქროს შუალედი. აი ფენიქსივით არიან, დაიწვავენ თავს, ბევრჯერ ცხოვრობენ ერთ ცხოვრებაში 7-იანები, იმდენად ანუ 7-იანი არის, როგორ ვთქვა, მოსული იმისთვის, რომ შექმნას კრიზისი და ადამიანი მიიყვანოს ტრანსფორმაციამდე. აი ესეთი ენერგია. ცნობილი 7-იანი. ცნობილი 7-იანები არის პუტინი. აუ. სოფლიოში ხო ქმნის კრიზისის პრინციპში. 7-იანები არიან ყველაზე გენიალური ადამიანები. თუ ამ ენერგიას აწევენ თავამდე, თავის მაგივრად აქვთ ვარსკვლავი. მაგრამ თუ ენერგია არ არის აწეული, ამ შემთხვევაში აქვთ ქაოსი, გაუგებრობა და ქმნიან კრიზისს. ძალიან ესეთი რადიკალური ენერგია და ძალიან ისეთი დიდი შესაძლებლობებია ამ ენერგიაში ჩადებული. მთავარია ეს ენერგია აწიონ და არიან დაბადებული იოგები, 7-იანები. და ნუ იოგაც რა არის? ეს არის ემოციების და ფიქრების მართვა, ეს არის კავშირი შემოქმედთან და აი 7-იანი ზუსტად არის ამ ენერგიის მატარებელი. ამიტომ 7-იანებს ურჩევ პირველ რიგში დაკავდნენ იოგით, სხეულის დისციპლინით, იმიტომ რომ ნახეთ თუ ერთიანი მენეჯმენტით და მართვით ახდენს პიროვნულ რეალიზაციას, 2-იანი ურთიერთობებით, რაც უფრო მეტ ადამიანთან ექნება ურთიერთობა, მით უფრო მაღალია მისი პიროვნული რეალიზაცია. 3-იანი მენტორობით, აი როცა ასწავლის სხვებს, 4-იანი, როდესაც კრეატივი აქვს, მაგ შემთხვევაში ახდენს პიროვნულ რეალიზაციას. 5-იანები ტექნიკური ინტელექტით, ესე ქვია, ანუ ნებისმიერ იმ საქმეში მუშაობით, სადაც ამ ტექნიკურ ინტელექტს იყენებენ, იმიტომ რომ აქვს ლოგიკური აზროვნება. 6-იანი პიროვნულ რეალიზაციას ახდენს აი შემოქმედებაში, ხელოვნებაში, როდესაც არის და იყენებს ამ თავის აზროვნებას და 7-იანი სხეულის დისციპლინით. ანუ თუ 7-იანი არ არის სხეულის დისციპლინაში, მისი რეალიზაცია არის დაბალი და ქმნის კრიზისს. და მის ცხოვრებაშიც მუდმივად ხდება კრიზისი. ამიტომ პირველი რაც უნდა გააკეთონ 7-იანებმა არის რომ დაკავდნენ სხეულით. იქნებ ვინმემ დააკავოს პუტინი, ავარჯიშოს. სხვათა შორის როგორც ვიცი, პუტინი საკმაოდ ბევრს ვარჯიშო, მაგრამ ხდება ამისთან მას მოსულია იმისთვის, რომ ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ მისიაც 7 აქვს პუტინს. მოსულია ტრანსფორმაციისთვის.
ეს ადამიანი და ყველა თავის პროგრამით მოქმედებს. მე ძალიან ვაკვირდები ადამიანის დაბადების თარიღს და რაღაცა ანალიზს ვაკეთებ ხოლმე ცნობილ ადამიანებზე, პოლიტიკოსებზე და ყველა თავის პროგრამით მოქმედებს. ხო, ანუ ვერც ერთი ვერ არის გაცნობიერებული, ცნობიერება არა. იცი როგორ არის? გაცნობიერებული შეიძლება იყო, მაგრამ მოქმედების შეცვლა ძალიან რთულია და ეს ცოდნა ეხლა ახალია და ესე მარტივი არ არის რომ შეასრულო, ხო? ეხლა ვიწყებთ ამ ყველაფრის სწავლას და არ ვიცი ის ადამიანები ვთქვათ რანაირად ფაქტია რომ რაღაცას მიაღწიეს ცხოვრებაში და ყოველ შემთხვევაში გავლენა აქვს სხვა ადამიანებზე, თუმცა წარმატებული ადამიანი არ ნიშნავს ბედნიერ ადამიანს და აი ციფრების ფსიქოლოგიაში ძალიან მაგრა არის ჩაშლილი, რომ წარმატებული ადამიანი არ ნიშნავს ბედნიერ ადამიანს, მაგრამ წარუმატებელი ადამიანი ვერასდროს ვერ იქნება ბედნიერი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ და გვესმოდეს, რომ ვთქვათ ვიღაცა თუ სადღაც არის პრეზიდენტი, ეს არ ნიშნავს, რომ ის ბედნიერია. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას სხვა ადამიანებისთვის მოაქვს ეს ბედნიერება და სხვა სიხმარება. აი რაც შენ ახსენე, რომ თავარი მიზანი. მოქმედების ცვლილება არის ზუსტად ეგ, რომ მისიაში, აი მისიის მოქმედება შევცვალოთ და ციფრების ფსიქოლოგიაში არის კონკრეტული ფორმულები, ეს წარმატების ფორმულა არის ნაბიჯი უკან. და ბედნიერების ფორმულა არის მისიას +3. და მას კონსულტაციაზე უფრო ღრმად ვუხსნი ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან რთულია ეს გააკეთო და გაიგო. ანუ შენ თუ მუდმივად მაგალითად მისია ერთს უნდა რომ ყველაფერი იყოს ისე როგორც თვითონ უნდა და საკუთარი ეგოს კულტივაციას აკეთებს, +3-ში ანუ უკვე როცა ცulis მოქმედება სხვის ეგოს უკეთებს კულტივაციას და სხვა მიყავს წარმატებამ და აი ეს არის მოქმედების ცვლილება. რვიანებზე რო გადავიდეთ, ხო? აი თუ 4-იანი მოსულია იმისთვის რომ გასცეს, 7-იანი მოსულია იმისთვის რომ აიღოს, ამღებია ენერგიის და მოსულია ტრანსფორმაციისთვის. 8-იანები, 3-იანი თუ არის ანალიტიკოსი და ცხოვრობს ობიექტურ რეალობაში 33 წლამდე, იმიტომ რომ ყველაფერს აანალიზებს, 8-იანი არის რეალისტი. ანუ 8-იანი 33 წლამდე აღიქვავს რეალობას და აქვს პრაქტიკული აზროვნება. ყველაზე მაგრა მატერიალური სამყარო ესმის 8-იანს. და ანუ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შედეგი და მატერიალურ სამყაროზე კონტროლი. ჩემი და მეორე. მართლა? კი, ანუ შრომით ახდენს რეალიზაციას 8-იანი. 8-იანი თუ არ შრომობს და არის მინუსში, მერე უკვე იწყებს ღმერთზე საუბარს, ესე ამბობენ და მიდის რაღაცა მონასტერში, ტყეში და იქ რაღაცა განდეგილობაში ცხოვრობს. ეს არის მინუსში თუ არის 8-იანი. მაგრამ თუ შრომობს 8-იანი და ენერგია აწეული აქვს, ნუ მაგ შემთხვევაში შეუძლია ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს, იმიტომ რომ რეალობას აღიქვავს. ანუ თუ 7-იანი და 4-იანი მუდმივად ილუზიებში ცხოვრობენ და დანარჩენ ციფრებსაც არ აქვთ, ხო, ესე აი 8-იანი არის რეალისტი და აი ეს პოტენციალი უნდა გამოიყენონ 33 წლამდე განსაკუთრებით სანამ მისია ჩაერთვებათ. ესე იგი ყველაზე პრაქტიკულები არიან. იციან როგორ მიაღწიან შედეგს. არ აქვთ ჩადებული ეს ძალიან ბევრი ემოციურობა და ამიტომ ითვლება რომ ხო 1-იანი ძლიერია, მაგრამ 7-იანი 1-იანს ანადგურებს. 7-იანს 9-იანი ანადგურებს და 9-იანი ითვლება მერე რომ ყველაზე ძლიერია, მაგრამ 8-იანი ანადგურებს 9-იანს რატო? არ აქვს ეს ემოციურობა, რაც 9-იანს აქვს და შეუძლია მივიდეს მოკლედ შედეგამდე და 9-იანებისთვის ზუსტად ეგ არის წარმატების ფორმულა, რომ 8-იანში გადავიდეს და ემოციები გათიშას. ამიტომ 8-იანებმა თავარია იშრომონ და არიან მოსულები იმისთვის, რომ სხვა ადამიანს ასწავლონ რა არის პრაქტიკულობა და მიიყვანონ შედეგამდე. და მათთვის კატეგორიულად არ შეიძლება კანონის დარღვევა, ალკოჰოლის მიღება. ეგრევე უბრუნდებათ კარმა. აი ეგრევე, ანუ ისინი მოსულები არიან იმისთვის, რომ აკონტროლონ და სხვათა შორის აი პოლიტიკაში ძალიან მაგრები არიან 8-იანები. და მოსულები არიან იმისთვის, რომ აკონტროლონ კანონების დაცვა, აი ყველაფერი რომ იყოს კანონიერად და წესების მიხედვით. და გადავიდეთ 9-იანებზე, ანუ ჩვენზე. ესე იგი 9-ში, 18-ში და 27 რიცხვში დაბადებული ადამიანები, ეს არის ცნობილი ციფრი 9. ტაქტიკოსი ქვია ამ ენერგიას და გვაქვს ტაქტიკური აზროვნება. 6-იანები და 9-იანები დაბადებულები არიან ემოციებში. და არიან ზე ემოციური ადამიანები. თუ 6-იანს
შეუძლია გამოავლინოს. ცხრიანი ძირითადად არ ავლენს და საკუთარ თავში ამას რაღაცნაირად ინახავს. ხო, აი ეგ უნდა მეთქვა მე, იმიტომ რომ მე არ ვარ. არ გამოვა. ხო, არ გამოვხატა. მეც ანუ ზუსტად მსგავსი მომენტი მაქვს ცხოვრებაში, რომ არ გამოვხატავ და ყოველს გონია, რომ ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ და გაწონასწორებული. აი ზუსტად მეც ოღონდ მე მართლა ესეთი ვარ, შეიძლება მშვიდი არ მეთქმის, მაგრამ აი სულ მაინტერესებდა. აი რა ყოველთვის გრძნობდი, ყოველთვის არა, ნუ მე რაც დავიწყე რაღაც ფიქრი და ჩაღრმავება, რომ აი რა მომენტში დავკარგე ჩემი ემოციურობა, თქვა აი მაინტერესებს, აი დაინტერესებული ვარ ბავშვობაში, იყო ეს თუ როდის იყო, იმიტომ რომ გრძნობ რომ მე ესეთი არ დავბადებულ ვარ. მშობლების ენერგიას ძალიან დიდი გავლენა. და სოციუმის აი იმ გარემოში სადაც ხო? ძალიან, მაგრამ მშობლებსაც უყურებთ ხოლმე ესეთი ძლიერი ენერგიის მატარებელი, როდესაც არის მშობელი, ხშირად აი ჩაპრესილს ეძახიან და შემდეგ მათ შვილებს, აი ჩაპრესილი აქვთ ის კონკრეტული პოტენციალი, რაც აქვთ ამ ადამიანს. ერთიანი როდესაც არის მაგალითად დედა და შვილიც ერთიანია, ხშირად ეს შვილი ერთიანი ვერ ავლენს ამ ლიდერობას, იმიტომ რომ დედა იყო იმდენად ლიდერი და იმდენად ჩახშო რაღაცნაირად მასში ბავშვობიდან, რომ ის რაღაცა ისე გაიზარდა. მოკლედ მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლებს. კიდე ცხრიანებზე რას გვერდით? ცხრიანები არიან აი მებრძოლის სულის ადამიანები. ნამდვილად. არის აი რომ გადაადნო ყველა ენერგია და შეაერთო, მიიღებ ცხრიანს. 10% არის ყველა ენერგიიდან. და თუ ის პრეზიდენტი და პირველი ერთიანი მიდის და ორიანი მიყვება და ასე შემდეგ, ცხრიანი არის ვინც უკნიდან ამ ყველა ადამიანს აწვება. რეალიზაციას ახდენს იდეით და საზოგადოებისთვის დახმარებით და ხშირად აი სადაც საჭიროა სწრაფი მოქმედება, იქ უნდა იყოს ცხრიანი და ეს არის ხოლმე სახელმწიფო სტრუქტურები, სამედიცინო სფერო, იქ სადაც სწრაფი რეაგირება, იმიტომ რომ ბენი ვიდი ვიცი, მივედი ვნახე, დავიწყარი, არის ცხრიანი, ძალიან სწრაფად მოქმედებენ ცხრიანები და აი მაგალითად ჩემი მასწავლებელი ხუმრობდა, რომ ორიანი და ცხრიანი პარტნიორებად არის რომანტიკა ორი კვირა და შემდეგ განადგურება ცხრიანის, იმიტომ რომ ორიანს 3 დღე ჭირდება იმისთვის, რომ პასუხი გასცეს რაღაც კონკრეტულ კითხვას და გაიგოს და ასე შემდეგ. ცხრიანს ახლავე შეუძლია ცხრიანს ამდენი ლოდინი და ეს უნდა ვიცოდეთ, ეს ჩვენი ენერგიები აუცილებლად. ცხრიანებს მუდმივად აქვთ სურვილი, რომ დაეხმარონ სხვა ადამიანებს, შევარდებიან ხოლმე რაღაც ისეთ სიტუაციაში. მე ანუ საერთოდ რა არავინ არ მეკითხება. აი ჩხუბი. და ანუ ყველა რო დგას ასე და უყურებს, ხორას აკეთებ და შემიძლია შეუვარდე ესე თავი. თავდაცვა, ანუ დაცვა სადაც არის საჭირო ადამიანის და დახმარება, იქ ჭდება ცხრიანი. ну ეს მოკლედ ეგ თემაც ძალიან ისეთია დასარეგულირებელი, იმიტომ რომ რა ხდება შემდეგ ემოციური გადაწვა ემართება ცხრიანს ამ ყველაფრისგან. კი, მე მგონი მე ვარეგულირებ. ადრე ძალიან ვიღებდი ესე ახლოს ამ ძალიან მეხებოდა და მე მივხვდი რომ ცოტა დამშვიდდეთ. და აი სხეულის დისციპლინა ზუსტად იმისთვის არის საჭირო, ჩვენ ვისაუბრეთ მაგ თემაზე. ხო და მოდი გითხარი სხეულის დისციპლინა. იცი როგორი კითხვა მქონდა, ეხლა დასაწყისში პოდკასტის დასაწყისში ვახსენე, რომ მე მესმოდა, რომ 7 კილომეტრი უნდა იარო ყოველ დღე. და მოდი გითხარი ესეთი რამ. აი თუ სულ არაფერი არ ვიცით ამ ციფრების ფსიქოლოგიაზე და ჯერ ვთქვათ ვერ ჩვენთან მოვდივართ კონსულტაციაზე და ასე შემდეგ. აი რა რეკომენდაციას მისცემ მაყურებელს, რითი დაიწყონ? და როგორც ხვდები ეს სხეულის აი ეს დისციპლინა მე მგონი ყოველთვის შესაძლებელი და ხელმისაწვდომი. კი და უფასო. და უფასო. და რა არის ეს? პირველ რიგში ეს არის დილით თბილი წყლის დალევა. ეს არის რეკომენდაცია. თუ ლიმინიანს დალევთ, შეგიძლიათ ლიმინით, იმიტომ რომ ვისაც 6-იანი არ აქვს დაბადების თარიღში, ზოგადად მჟავე ხილით და მჟავეთი დილის დაწყება ძალიან კარგია, იმიტომ რომ სეროტონინს გამოყოფს და 6-იანი არის ზუსტად ეგ ენერგია ტკბობის სიყვარულის და დარელაქსების და ვისაც არ აქვს დაბადების თარიღში უჭირს ამ ყველაფრის გაკეთება. დილით თბილი წყლის დალევა, სიარული 7 კილომეტრი და ზემოთ. ხო და ეს ცოტა შეუძლებლად არ ჟღერს ყოველ დღე 7 კილომეტრი. თავიდან მეც შეუძლებლად მიმაჩნდა და ანუ აი მანდარი ტრანსფორმაცია და ზრდა, რომ გონია რომ ვერ შეძლებ და საერთოდ სასწაულია რომ დილის 7 საათზე მე ავდგე და ვიარო.
და უცებ დგები და დავდივარ და ამ ქვეცნობიერს ვიმორჩილებ, რომელიც მეუბნება რომ არ გინდა, არ ქსიამოვნებს, აი მან და ანუ დისკომფორტში არის ზრდა. თუ შენ გინდა კომფორტი და სტაბილურობა, იცოდე რომ მან ზრდა არ არის. და საკუთარ თავს როდესაც უქმნი ამ დისკომფორტს და შეგიძლია დაიმორჩილო საკუთარი სხეული, მან არის ზუსტად ის ზრდა და ტრანსფორმაცია და რისთვის გვჭირდება, ხო? კიდევ ვიტყვი რომ დილით სიარული იმისთვის რომ გააქტიურდეს ხუთი შეგრძნების ორგანო და ჩვენ სამყაროს და რეალობას აღვიქვავთ ხუთი შეგრძნების ორგანოთი, ხო? ეს არის მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო, ტაქტილურობა. იმისთვის რომ კუნდალინის ენერგია აიწიოს და გააქტიურდეს ეს ხუთი შეგრძნების ორგანო, აი 7 კილომეტრია გატესტილი და ანუ ჩემი მასწავლებელი რეკომენდაციას უწევს სწორედ 7 კილომეტრს, ეს არის საათი და 10 წუთი სიარულის სწრაფი ნაბიჯი. და უნდა გავოფლიანდეთ და ისე ვიაროთ და კარგია რომ ყურსასმენები არ გავიკეთოთ და ამ დროს მოკლედ კავშირი გვაქვს უკვე ალბათ იდეალური იქნება ბუნებაში სიარული. თან სიმწვანეს რო უყურებთ, კავეს თერაპიულია ძალიან კარგია ბუნებაში, თუმცა სახლშიც შეიძლება რომ ბილიკი გქონდეს და ვიაროთ მე საწოლის გვერდზე მიდგას და თუ ვერ ჩავდივარ სასიარულოდ აუცილებლად დავდივარ ბილიკზე. ესე იგი ეს აუცილებელია რომ დილით იყოს? კი, იმიტომ რომ თუ ვერ დავდივარ დილით, რა თქმა უნდა, მერეც შეიძლება, მაგრამ იმისთვის რომ მთელი დღე ეს ხუთი შეგრძნების ორგანო გააქტიურებული იყოს და ჩვენ ადეკვატურად აღვიქვავდეთ და ენერგია გქონდეს მაღალი, რა თქმა უნდა, ჯობია დილით. ესე იგი ეს იმისთვის არის საჭირო, ასევე რომ უფრო ენერგიულები ვიყოთ. კი, და მოვიყვანოთ ჩვენი გონება სიმშვიდეში. იმიტომ რომ სხეულის დისციპლინით მივდივართ გონების დისციპლინამდე, რაც არის ემოციების და ფიქრების ფლობა. ანუ თუ ჩვენ არ ვართ მშვიდ მდგომარეობაში, ჩვენ ვერ ვფლობთ ჩვენ ემოციებს და ფიქრებს და აი უცებ წარმოიდგინე რომ გაიღვიძე, ყავას ვსვავ და რაღაცა გაგახსენდა. და ძალიან გაბრაზდია ამ შენ ფიქრზე, ჩაასხი მთელი ენერგია ამ ყველაფერში. ციკლე გიტრიალებს ხვედი გაბრაზებული სამსახურში, ამ დროს ობიექტურ რეალობაში არაფერი არ მომხდა რა. ანუ აი ეგ არის გაცნობიერებულობა, რომ იმ მომენტშივე ეს ფიქრი რომ მოგივა, შენ თავს უთხრა სალომე, მე აქ ვარ, მესმის რომ ეს ყველაფერი და არ გაყვე ამ ფიქრებს, დააკვირდე უბრალოდ, ხო? იცი რა, მე ბუნებით ეგეთი ვარ. აი არ მახასიათებს ეს ძალიან ჩახვევა და რაღაცა. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ რომ დაკავებული ვარ, ჩემი საქმე მაქვს, მაგის ფუფუნება ჭალებში არ მაქვს რო რაღაცაზე და თან მე ცოტა სანგვინიკური ტემპერამენტი მაქვს, ანუ აი ადვილად რაღაცაზე აღვეგზნები და მე ადვილად ვივიწყებ რა, ადვილად შეიძლება რაღაც უცებ რაღაცა მოახდინოს ჩემზე გავლენა და მალევე, ანუ თან ცოტა ზედაპირული ხარ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ის რაღაც ცუდიც არ გეკარება დიდი ხანი. ძალიან კარგია რომ ეგრე ხარ. შენი кейსი გექნება რა გაწუხებს, აი ყველა ადამიანს თავისი რაღაცა კონკრეტული თემა აქვს, ხო? რითიც მოდის, რაც აწუხებს. ვიღაცას, ვთქვათ, ემოციების თემა აქვს და არ რეგულირებს, ვიღაცა ურთიერთობებს ვერ აწყობს, ვიღაცას რეალიზაცია არ შეუძლია საკუთარი თავის და არ იცის რა აკეთოს. აი, ყველას თავისი პრობლემა აქვს. დილით, მოკლედ, სიარული, წყლის დალევა, საუნა, აბანო, კვირაში ორჯერ არის ფანტასტიკური, იმიტომ რომ იმისთვის, რომ ჩვენ ეს განვაახლოთ ეს ჩვენი ნეირონული შენაერთები და ახლებურად დავიწყოთ მოქმედება, ჩვენ უნდა დავაჩელენჯოთ ეს ჩვენი დაჯერებები. ანუ ჩვენ რო გვგონია რომ ესე უნდა იყოს, თუ არ დავაჩელენჯეთ ეს ჩვენი დაჯერებები ვერ ვიცვლებით. და ამისთვის შვიდ მდგომარეობაში მოსვლა და მოკლედ სხეულზე მუშაობა არის მთავარი. მედიტაცია, ანუ არ შემიძლია რომ არ ვახსენო, იმიტომ რომ ანუ ფანტასტიკური შედეგი მაქვს, მე პირადად აგვისტოდან მოყოლებული, ყოველდღე ვაკეთებ დღეში ორჯერ ტრანსცენდენტულ მედიტაციას და ნუ აი ფანტასტიკური შედეგი აქვს, მართლა ყველას უწევ რეკომენდაციას და ეგეც გაწერილია და პოზიტიური აზროვნების ტექნიკების სწავლა არის ზუსტად ეს დისციპლინის ნაწილი. აქედან გამომდინარე მოვდივართ შვიდ მდგომარეობაში იმისთვის, რომ
ჩვენ რისთვისაც დავიბადეთ, რომ ეს არის ჩვენი პოტენციალის რეალიზაცია და ცნობიერების გაფართოება, მოვახდინოთ. ანუ დავიწყოთ ანალიზით მოქმედება და არა ემოციებზე და ფიქრებზე დაყრდნობით. ის ძალიან ეიფორიაში და კარგ ემოციებზე აწყობილი ოჯახიც არის საშიში, იმიტომ რომ 3 წლის მერე რომ გადადის ეს შეყვარებულობის პერიოდი, უცებ შეიძლება მიხვდე რომ რა მინდოდა საერთოდ და იმ აგრესიაში და შიშის დროს მიღებული გადაწყვეტილებაც არის სუბიექტივში მიღებული და ისიც არის მოკლედ საშიში. ამიტომ, როდესაც ვართ მშვიდ მდგომარეობაში და საკუთარ ენერგიას ვწევთ და ვართ ბალანსში, ჩვენ შეგვიძლია უკვე მივახციოთ წარმატებას და ეს წარმატება რაში გაიზომება? ეს წარმატება პირველ რიგში გაიზომება დროში, სალომე და ანუ რაც უფრო სწრაფად გადის ადამიანისთვის დრო, ეს ნიშნავს, რომ ძალიან სუბიექტივში ცხოვრობს და ყველაფერი უნდა ძალიან სწრაფად და დროც ძალიან სწრაფად გადის და როდესაც არის მშვიდ მდგომარეობაში და რეალიზაციაში ძალიან ბევრ რაღაცას ასწრებს ადამიანი მოკლე დროში. შემდეგი მეორე წარმატება რითი გაიზომება, ეს არის კომუნიკაცია. თუ ადამიანი არის მშვიდ მდგომარეობაში და მაღალი ენერგია აქვს, მასთან მოდიან ადამიანები და შესაბამისად ყველა შესაძლებლობა მოდის კომუნიკაციიდან. ხო, დამეთანხმები? ყველა და ჩვენ თუ ვართ, ანუ განსჯის, განხილვის და ნეგატიური ემოციების ქვეშ, ჩვენ ყოფთ ადამიანებს. და ყველა ციფრი თავისებურად ყოფს. აი ერთიანი ყოფს, ჩემიანი, არა ჩემიანი. აი ვინც აკეთებს ისე როგორც ერთიანს უნდა, ჩემიანი. ორიანი ყოფს, ესმის ჩემი თუ არ ესმის ჩემი. სამიანი ყოფს როგორ, ესე იგი, სამართლიანი, უსამართლო, მზრუნველი, არა პასუხობს მზრუნველობაზე, არ პასუხობს. 4-იანი მუდმივად ეძებს კეთილსინდისიერებას და ადამიანებსაც ესე ყოფს კეთილსინდისიერება. 5-იანი ლოგიკური, არალოგიკური, სწორი, არასწორი, ჩათვლის რომ არასწორად მოიქცა და всё, აღარ გეკონტაქტდება. 6-იანი კომფორტული, არაკომფორტული. 7-იანები ყოფენ მაღიარებს თუ არ მაღიარებს. 7-იანს თუ არ აღიარებს, საერთოდ არ დაგელაპარაკება თუ რჩება პროგრამაში. 8-იანი ყოფს დიდარი ღარიბი, შედეგიანი უშედეგო და 9-იანი ყოფს მადლიერი და უმადური. ანუ თუ ჩვენ ვრჩებით აი ამ ქვეცნობიერის პროგრამაში, ვყოფთ ადამიანებს 50% შესაძლებლობებს ეგრევე ვკარგავთ იქვე და ვკარგავთ ენერგიას და ფული არის ენერგიის შედეგი. და აი როგორ დალინკულია წარმოიდგინე ყველაფერი, ხო, რომ ენერგიის აწევა, საკუთარი პროგრამის ცოდნა, ემოციების ფლობა იმისთვის, რომ ანალიზით ვიმოქმედოთ და ვიმოქმედოთ სტრატეგიით. და ეს სტრატეგია არის ჩვენი პირადი წელი. იმიტომ რომ გვეძლევა 9 წლიანი ციკლი. იმისთვის რომ მოვახდინოთ ტრანსფორმაცია და გადავიდეთ უფრო მაღალ გაცნობიერებულობის საფეხურზე, ხო? პირველიდან მე-9-მდე შეგვიძლია ავღწეროთ და ეს ნახე როგორ უნდა აღვიქვათ, რომ არსებობს საერთო წელი და ეხა 2025 არის საერთო წელი 9 და გლობალურ მასშტაბზე არის 9 წლიანი ციკლის დასასრული. ხო და მოდი გითხარი ამ 2025-ში რა უნდა ჩავხუროთ? კი, აი 2025 არის აი გლობალურად დასრულების ციკლის დასრულების წელი და სულ ვიმეორებ რომ ყველაფერი დაამთავრეთ, რაც დასამთავრებელია და რაც აღარ გემსახურებათ, აღარ გადაიყოლოთ შემდეგ ციკლში. და ამისთვის ძალიან კარგია რომ დავჯდეთ და მოვახდინოთ, გადავხედოთ ჩვენს წინა პერიოდს, წინა წლებს და გავაანალიზოთ, საიდან სად მოვედით, რა გვაქვს დასატოვებელი და დასამთავრებელი და მაქსიმალურად ახალი ფურცლიდან ვეცადოთ, რომ დავიწყოთ 2026 წელი. ანუ ეს იქნება ბიზნესი, საქმე, კარიერა, ურთიერთობა, ყველაფერი. ყველა ურთიერთობას ნუ დაასრულოთ. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე მეტად რა თქმა უნდა მოქმედებს პირადი წელი. ხო. და პირადი წელის გამოთვლა ძალიან მარტივია. ეს არის დაბადების დღეს, დამატებული დაბადების თვე და დამატებული მიმდინარე წელი. ყველა ციფრს სათითაოდ ვაჯამებთ, ერთეულამდე ვამრგვალებთ და მივიღებთ პირად წელს. მოდი მოკლედ გითხარი, პირადი წელი 1-დან 9-მდე. კი, პირადი წელი 1 არის ახალი 9 წლიანი ციკლის დასაწყისი და სტრატეგია ამ წლის არის, რომ დავიწყოთ ახალი საქმე, შევქმნათ საკუთარი ბრენდი, თუ არსებული ბიზნესი გვაქვს, გადავხედოთ სტრატეგიას და რაღაც ახალი სტრატეგია მოვთ და საკუთარი ცხოვრების სტრატეგია გავწეროთ შემდეგი 9 წელი. ეს არის, როდესაც გაცნობიერებულად ცხოვრობ და მოქმედებ შენი მოკლედ მონაცემებით, ხო, სტრატეგიით. პირადი წელი 2 გვეძლევა ურთიერთობებისთვის. აი მაგალითად თუ არ გვაქვს
დაბადების თარიღში 1, პირადი წელი 1 მთლიანად უნდა გამოვიყენოთ, რომ დავიმუშაოთ ეს კომპეტენცია, ხო? 2 ეს არის ურთიერთობების წელი და ხშირად ოჯახები ინგრევა პირადი წელი 2, როდესაც არის, იმიტომ რომ შინაგანი სურვილი გვაქვს, რომ დავამთავროთ ურთიერთობები, მაგრამ სტრატეგია არის, რომ პირიქით ვეცადოთ შევინარჩუნოთ და ეს ჩვენი დიპლომატია მაქსიმალურად დავიმუშაოთ. და არ არის რეკომენდირებული ქორწინების რეგისტრაცია, როდესაც არის პირადი წელი 2 და 8. პირადი წელი 3 ეს არის წელი, რომელიც ყველა ვარიანტში წარმატებული იქნება და ეს არის წარმატება ანალიზით და ოცნებების ახდენის წელი და შენ გაქვს ახლა პირადი წელი 3 და გვითხრი. 3. ხო, როგორი წელი იყო? 5-ზე ვსაუბრობ. ხო, ძალიან კარგი წელი იყო. ჩემთვის ამ წელს დავიწყო პოდკასტი. ამ წელს მქონდა ეს რაღაცა დიდი წარმატება და მე თვითონ ვარ კმაყოფილი რა. აი, ხშირად ბავშვებს აჩვენენ. ეხლა ეს პოდკასტი როგორც შენთვის როგორც ახალი სიცოცხლეა, ხო? და ანუ ქორწინდებიან ეს წელი, როდეს ძალიან ხშირად ესე მოქმედებს. მან არ გამოგვივიდა. არა. ხო, აი მე უკვე პირადი წელი 4, ეს არის. ესე იგი ჩემთვის ახლა 4 წელი იწყება 4. ეს არის მისტიკის წელი. აი, ამ წელს ხშირად ხდება მისტიური მოვლენები ადამიანის ცხოვრებაში და თუ შენ ხარ პოზიტივში, ეს არის პოზიტიური მისტიკა, თუ მინუსში ხარ, მაშინ ნეგატიური და უნდა დასახო მიზნები და მასშტაბურად მოკლედ იოცნება, ეგეთი წელია 4 მომდევნო. შემდეგ უკვე პირადი წელი 5, ეს არის მასშტაბირების კომუნიკაციის წელი და ადამიანმა აი ბიზნესის მასშტაბირება კარგია რომ მოახდინოს, თუმცა შინაგანად სულ ექნება სურვილი რომ შევიდეს ბრძოლაში და თქვას ყველაფერზე რომ არასწორია, არალოგიკურია და მიზანი არის რომ პირიქით ყველაფერზე თქვას რომ კარგი, არ შევდივარ ბრძოლაში და მაქსიმალურად იმოქმედო სტრატეგიით და რომ იცი რა არის შენი პირადი წელი, ბევრად უფრო მარტივია, ხო, მართო. მე-6 წელი არის სიყვარულის და ტკბობის წელიწადი და ხშირად აი ქორწინების ამბებით ზუსტად მაგას ემთხვევა შეყვარებულობა, აი სურვილი რომ არაფერი არ აკეთო და დატკბე, მაგრამ მინუსში ეს არის ქრონიკული დაავადებების გამწვავების წელი, მაგრამ სტრატეგია არის რომ მიიღო ახალი ცოდნა. აი მაგიტო წავედი შარშან სასწავლებლად ზუსტად პირადი წელი 6 მქონდა მას. და 7 ეს არის ტრანსფორმაციის ან კრიზისის წელი. და იმაზეა დამოკიდებული აი პირადი წელი 6 როგორ გაატარა. თუ ისწავლე, მიიღე ახალი ცოდნა და საკუთარი სხეული შეიყვანო მკაცრ დისციპლინაში, გექნება ტრანსფორმაცია. და მე აი მართლა ყველაზე ტრანსფორმაციული და პოზიტიური ტრანსფორმაციული წელი მქონდა ეს წელი, სადაც აი რადიკალურად პოზიტიურობისკენ შეიცვალა ჩემი ცნობიერებაც, აი ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში, თუმცა საშიშროება იყო, რომ აი სახით მეცრია ამ წელს და ბევრი ეგეთი кейსიც მქონდა, ანუ კონსულტაციებზე. მერვე წელი ეს არის წელი შრომის, სწავლის, მატერიალიზაციის და ძალიან კარგი წელია უძრავ ქონების შესაძენად და უძრავ ქონებაზე სამუშაოდ. არ არის კარგი ახალი ბიზნესის დაწყება და ქორწინების რეგისტრაცია. და მე-9 წელი ეს არის ციკლის დასასრული და სტრატეგია მე-9 წლის არის რომ მიხედოთ ჯანმრთელობას, გაიკეთო ჩეკაპები, სხეული მაქსიმალურად დისციპლინაში ქონდეს, ჩახურო ყველაფერი რაც ჩასახურია და უძრავ ქონებაზე სამუშაოდ ძალიან კაი წელია მე-9-ც. თუმცა არ არის ახლის დაწყება რეკომენდირებული. ან თუ ჩემთან მოდის ადამიანი და მეუბნება, რომ მინდა ახალი ბიზნესის დაწყება, პირველ რიგში უყურებ რა არის მისი პირადი წელი. იმიტომ რომ პირადი წელი 7 მაგალითად, არავითარ შემთხვევაში დიდი ინვესტიციების გაკეთება არ ღირს, იმიტომ რომ ძალიან დიდი რისკია დანაკარგების. და მე სპეციალურად გავტესტე და რაღაცა აქციები ვიყიდე, რომელიც დაეცა ღირებულებაში. თუმცა ნუ ვიცი რომ შეიძლება მომდევნო წელს ეს ყველაფერი დაბალანსდეს, მაგრამ მარ ინტერესებდა, აი ზუსტად ვიცოდი რომ მინდა აი ვცადო და საკმაოდ ჩამოვარდა. კი. ესე იგი მაინც დასასრულისკენ ახლა მივიდივართ. ბოლოს კიდე გითხარი, ესე იგი პირადი წელი როგორ გამოიცვლება დაბადების დღეს, დამატებული დაბადების თვე, დამატებული მიმდინარე წელი. აი მაგალითად წლევანდელი შენი დავთვალოთ. ეს არის 18 დეკემბერი 2025. ანუ 1 დამატებული 8, დამატებული 1, დამატებული 2, დამატებული 2,
2 და 5, ხო. და ასე უნდა გამოვითვალოთ მოკლედ პირადი წელი. ეს არის ძალიან მოკლედ აი ამ ციფრების ფსიქოლოგიის შესახებ. ამის იქით ძალიან ბევრი ინფორმაცია და ესე იგი ეს პოდკასტის ფორმატი, რასაც მოიცავდა და რაც შეგვეძლო რომ ყოფილიყო უნივერსალური და ყველასთვის საინტერესო, მე მგონი რაღაცნაირად ჩავატიეთ ამ ერთ საათში, მაგრამ დანარჩენი უკვე შეგიძლიათ ნინოსთან პირად კონსულტაციაზე გაიაროთ, როგორც ვიცი Zoom-ით ატარებ ხო კონსულტაციას. კი, ონლაინ ვატარებ. არ არის აუცილებელი მისვლა და ფიზიკური სესიის ჩატარება. ანუ ნებისმიერ ქალაქში თუ ხართ და საზღვარგარეთაც თუ ხართ, ძალიან ბევრია შეგიძლიათ მიაკითხოთ თუ რეზონირდა რა თქმა უნდა ეს ციფრების ფსიქოლოგია თქვენთან, თუ რაღაცით დაინტერესდით შეგეხოთ ეს ყველაფერი, მე დავტოვებ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში ნინოს Instagram-ის გვერდს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ნინო, იმდენ ისე გისმენდი, მე მგონი ეს პირველი ეპიზოდია, როცა მე მაქსიმალურად ჩუმად ვიყავი, რომ შენთვის დამეთმო ეს და მეტი და მეტი გაეგო მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა. თქვენთვის თუ საინტერესო იყო დღევანდელი ეპიზოდი, გთხოვთ დაგვიტოვეთ კომენტარი, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და ასევე ძალიან დამეხმარებით თუ ამ ვიდეოს გაუზიარებთ თქვენს მეგობარს ან ახლობელს, ვისაც ფიქრობთ რომ დააინტერესებს და გამოადგება. ასე რომ გაზიარებაც ძალიან დაეხმარება ამ არხს განვითარებაში. მე ორ შაბათამდე დაგემშვიდობებით და დროებით. მადლობა ნინა კიდევ ერთხელ.